ჩამოართმევენ თუ არა 2000-მდე ქართულ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლებას. Ამ წინადადებას ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფი აყენებს. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც საქართველოში გასულ კვირას შეხვედრები გამართეს. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ კი ევროპარლამენტარებს კონკრეტული წინადადებით მიმართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს პარტნიორებმა რამდენიმე დღის წინ მიღებული ახალი მექანიზმი უნდა გამოიყენონ, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფაქტორებს აფართოვებს და ადამიანის უფლებების დარღვევას ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს. ინიციატივის დეტალებით ლუკა ხაჩიძე გვერდდება ბრიუსელიდან. ეს არის ევროპარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის პოლიტიკური განაცხადი და მოწოდება ევროკომისიის მიმართ, რომ სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით ამ სიის შექმნით უპასუხოს ქართული ოცნების რეპრესიებს. სოციალ-დემოკრატების ფრაქცია, რომლის პოლიტიკური ოჯახის წევრიც იყო სულ რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნება, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს მიმართავს შენგენში უვიზოდ შესვლა აუკრძალოს ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და რაც მნიშვნელოვანია მათი ოჯახის წევრებსაც. ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისიდან ახლახანს დაბრუნდნენ აქ ბრიუსელში, ფიქრობენ, რომ სწორედ ეს იქნება ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც თავად მტკივნეულს უწოდებენ. ევროდეპუტატები ფიქრობენ, რომ ევროკომისიამ ამისათვის უნდა გამოიყენოს ვიზის შეჩერების მექანიზმში დაგეგმილი ცვლილებები და ვიზა ლიბერალიზაციის ქვეყნისათვის შეჩერების ნაცვლად მიზანში უნდა ამოიღოს კონკრეტული პირები. ოცნების ყოფილი პარტნიორები ასახელებენ კონკრეტულ რაოდენობასაც, მათი შეფასებით შენგენში უვიზოდ შესვლა უნდა აეკრძალოს 1000-დან 2000-მდე ადამიანს, სხვა ნებისმიერ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები უწოდებენ კოსმეტიკურ ნაბიჯს. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ინიციატივას შეუერთებიან სხვა ჯგუფებიც, მათ შორის დიდი ალბათობით იქნება ყველაზე დიდი ფრაქცია აქ ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი. ძალიან დასანანია იმის ხილვა, რომ როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი მმართველის ცოლი პარიზის მოდის კვირეულს ესწრება, მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარი ფულით ცდილობენ გადარჩენას. ფიქრობ, რომ ევროკომისიამ ახალი მექანიზმი ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. თბილისში ყველა გვეუბნებოდა, რომ ეს არაც რეალურად შეცვლის სიტუაციას. რითიც რეჟიმს ნამდვილად ეშინია შესაძლებლობის დაკარგვა, რომ ფულს, რომელიც სახელმწიფოს და საზოგადოებას მოპარეს, საკუთარ სიამოვნებისთვის ვეღარ დახარჯავენ ევროპაში. მაგალითად, ევროკავშირს შეუძლია მიზანში ამოიღოს და შეზღუდვა დაუწესოს ყველა პროკურორს, რომელიც ამ სამარცხვინო საქმეებშია ჩართული. მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე, რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი. ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი. ლიდერების შემთხვევაში სხვაგვარადაა. როცა პოლიტიკურ პოზიციაზე ხარ, შენ სარგებელს იღებ, გაცნობიერებული გაქვს რისკები, ჯიბეებსაც ივსებ. პრობლემა რეჟიმისთვის მაშინ დაიწყება, როდესაც შენ ამ შავ სიაში შეიყვან შუარგოლის წარმომადგენლებს. ისინი ზემდგომთან დაიჩივლებენ. მინისტრო, მე ზუსტად ის გავაკეთე, რაც მთხოვე, მაგრამ ახლა პრობლემა მაქვს. შვილი ვეღარ მიმყავს საფრანგეთში სასწავლებლად. პრობლემა იმაში არაა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა შესაძლოა იყოს პრორუსული. დემოკრატიაში ეს სრულიად შესაძლებელია. პრობლემაა ფარული დღის წესრიგის არსებობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მხოლოდ არჩევნებში ეგრეთ წოდებული გამარჯვების შემდეგ თქვა, რომ ის არ მიყვება ევროპული ინტეგრაციის გზას. ოცნებამ დემოკრატიული უკუსლის სიჩქარით გადააჭარბა ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებსაც კი. არაა საჭირო არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და კეთილდღეობას შორის. ჩვენ ორივე გვაქვს ევროკავშირში, ამიტომ ეს ოცნების მიერ შექმნილი ცრუ დილემაა. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ ქართულ ოცნებას, მაგრამ აშკარაა, რომ ქართულ კოშმარად გადაქცევის გზას დაადგნენ კრემლის ჩრდილქვეშ. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ქართველებს ევროპული მომავალი მოპარონ. ამისათვის გაწევრიანების პროცესს სისტემატურად უთხრიან ძირს, როდესაც საუბრობთ შეზღუდვებზე, მოცემულობა ასეთი არ უნდა იყოს. დღეს რომელი პასპორტით წავიდეს ამოგზაუროთ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ვეღარ წავლენ ზაფხულის არდადეგებზე საკუთარ სახლებში, ალიკანტეში ან სამხრეთ საფრანგეთში. ძალიან არასწორია, როდესაც სანქციას აწესებ და ისინი მაინც ახერხებენ, რომ დაისვენონ ლამაზ, ძვირადღირებულ კურორტებზე. პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პირებმა. არ მიმაჩნია სწორად უვიზო რეჟიმის შეჩერება მოსახლეობისათვის, რომელიც არ უნდა იხდიდეს ფასს ოცნების ნაბიჯების გამო. ახლა ველოდებით გაფართოების ანგარიშს, სადაც ნათლად კაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოსთვის კარი ევროკავშირში შესასვლელად ღიაა, მაგრამ ქართული ოცნების მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ გზაზე პროგრესი არ იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას, რომ ეს მოცემულობა მკაფიოდ ასახოს ანგარიში, რომელიც მალე გამოქვეყნდება. რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და მაძლევს იმედს, არის ის, რომ ხალხი ქუჩაში გადის ძალადობის რისკის მიუხედავად. აპროტესტებენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ. მათ საქართველოს დროშებთან ერთად ხელში აქვთ ევროკავშირის დროშები, რაც თავისუფლებას, დემოკრატიას და უკეთეს, განვითარებულ კეთილდღეობით სავსე მომავალს გულისხმობს. მათ სურთ რეალური დამოუკიდებლობა, როდესაც კრემლი ვეღარ გადაწყვეტს თუ საით უნდა წავიდეს საქართველო.
თბილისში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ევროპარლამენტარები შეხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს, აქტივისტებს, მედიას, მაგრამ არაქართული ოცნების მთავრობას ან პარტიის წევრებსაც კი ევროდეპუტატების თქმით ეს მათი გადაწყვეტილება იყო, რადგან ევროკავშირის ოცნებასთან პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე აქვს ახლა დაყვანილი. თბილისიდან ბრიუსელში ევროპარლამენტარებმა რამდენიმე გზავნილი ჩამოიტანეს. პირველი ეს არის ის, რომ კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი ცესკო ჩაატარებს და პარტნიორების დაკვირვების ქვეშ მოხდება ეს ყველაფერი. დეპუტატები ამბობენ, რომ ამისათვის გააძლიერებენ მუშაობას, მათ შორის ზეწოლას ევროკომისიაზეც, რომ ამ უწყებამ შემდეგ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გამოიყენოს ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა მოუწოდებთ ახალი არჩევნებისკენ, რომელიც ისეთ ფორმატში ჩატარდება, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოს უზრუნველყოფს. ეს მათ შორის გულისხმობს ეფექტიან და სრულყოფილ დაკვირვებასაც, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ შეგვიძლია რეჟიმის შეცვლა საქართველოში. ეს ხალხმა უნდა გააკეთოს და ამისთვის საჭიროა დემოკრატიული არჩევნები. შთამბეჭდავია, რომ საქართველოში პროტესტი ისევ გრძელდება, ისევ ცოცხალია. მათ აჯარიმებენ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. ანუ ისინი ქუჩაში გადიან ამ რისკის მიუხედავად, რადგან თუ ამ უსამართლო ჯარიმებს არ გადაიხდი, შემდეგ ციხეში გაგიშვებენ. ისინი შესაძლოა საპყრობილეში აღმოჩნდნენ მომდევნო დღეების, კვირეების თუ თვეების განმავლობაში. მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ წავიდნენ ქვეყნიდან, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამბობენ, რომ აგრძელებენ ბრძოლას, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია და ადასტურებს ქართველების ბრძოლის უნარიანობასა და სიმამაცეს. დელეგაციის წევრებმა მედიასთან საუბარი სწორედ საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარებით დაიწყეს, განსაკუთრებით უწყვეტი აქციებით არიან ისინი ნამდვილად პოზიტიურად გაკვირვებულები. ეს პროტესტი მათთვის შემდეგ გზავნილს ატარებს, რომ საქართველოში ხალხი ისევ იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, რაც ევროკავშირისათვის მეტად გააქტიურების მიზეზი უნდა იყოს.